ოზურგეთში სალოტბარო სკოლამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. ოზურგეთის სალოტბარო სკოლა საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი კონცერტით წარსდგა. ხალხური სიმღერების სკოლის საკონცერტო ჯგუფის მოსწავლეებმა შეასრულეს. ფოლკლორის ცენტრთან არსებული ოზურგეთის სალოტბარო სკოლა 2 წელია რაც ფუნქციონირებს. სკოლაში სწავლება რამდენიმე საფეხურს მოიცავს. ფუნქციონირებს ქალთა და ვაჟთა გუნდები. გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ მოსწავლეების სწავლას სალოტბარო სკოლაში აგრძელებენ, სადაც სწავლება 2 წლიანია. სალოტბარო სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელონ სწავლა. ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეები ახალი ფორმებით წარსდგნენ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის და დასავლეთ საქართველოს ფილიალის საანგარიშო კონცერტი იყო. მე ვფიქრობ, რომ მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა და ჩვენ ამაყები ვართ ის იმითი, რაც ვნახეთ ჩვენ დღეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა წარმომადგენლები თბილისის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რამე თუ დაფინანსება ორმხრივად ხდება აი ამ ფოლკლორის ცენტრის და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი საქმე გაკეთა და პირველი შედეგები უკვე ცხადად და თვალნათლივ გამოჩნდა. აი ამ დიდ საქმეში ძალიან მაგრად გვიდგას ჩვენი ადგილობრივი და ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ იმისათვის, რომ ისინი სწორად მიუდგენ აი ამ საქმეს, თანადაფინანსებაში შემოვიდნენ და ჩვენს სალოტბარო სკოლას აფინანსებენ, მათ წინაშე გვინდა წავდგეთ ანგარიში. და რაც სასიხარულო ამბავი არის, კიდევ დამატებით ის არის, რომ გამოგვიჩნდა სპონსორი, რომელმაც ქველმოქმედების სახით ყველა მოსწავლეს 55 წელი საკონცერტო ფორმას საჩუქრად გადასცა. და დღეს მოხდება აი ამ ცერემონიალის შესრულება ფაქტიურად და მოსწავლე ახალგაზრდობას ჩვენს მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ ეს საკონცერტო ფორმები. სალოტბარო სკოლა ამჟამად ნომერ 2 საჯარო სკოლაში ატარებს გაკვეთილებს. სექტემბერში ოზურგეთის სახელმწიფო მუზეუმის მარჯვენა ფლიგელში სალოტბარო სკოლა გარემონტებულ შენობაში განთავსდება.